რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელში ერთი ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. კადრებში $450,000 შეფასებული Porsche Carrera GT ნიუ-იორკის ქუჩებში უმართავად გადაადგილდებოდა და ეჯახებოდა ყველაფერს, რასაც გარშემო წააწყდებოდა. ავტომობილს მულტიმილიონერი Ben Cheney ფლობდა და ამ ინციდენტის დროსაც თავად მართავდა. თუმცა სინამდვილეში ეს მოდელი არც Carrera GT გახლდათ და არც $450,000 ღირდა. ის უიშვიათესი გემბალა Mirage GT იყო და რა თქმა უნდა, ბევრად მაღალი ღირებულება ჰქონდა. თუ დღეს თქვენ გემბალა Mirage GT-ს შეძენას მოინდომებთ, ჯიბეში მინიმუმ $2 მილიონი უნდა გედოთ. ეს უცნაური შემთხვევა, რომელიც ახლა უკვე თქვენი თვალით იხილეთ, Ben Cheney-ის სხვა სასამართლო ბრალდებებთან ერთად მარტივად მიიჭკმალა. თან ისე რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. თუმცა ერთი რამ ნათელი იყო, მთელი ეს ამბავი გემბალას იმიჯს ზუსტად შეესაბამებოდა. ბრენდი მუდმივად წესებს არღვევდა. საზღვრებს ცდებოდა და საფრთხესა და დრამას იზიდავდა. მაგრამ მაშინ კომპანიამ არ იცოდა, რომ მსგავსი დამოკიდებულება მის მფლობელს თავის მანქანებზე ძვირად დაუჯდებოდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გემბალა საერთაშორისო ფინანსური თაღლითობის სქემაში გაეხლა. მაგრამ მოდით სანამ აღსასრულამდე მივალთ, ჯერ ამ დიდებული ისტორიის საწყისებზე ვისაუბროთ და ჩვენი მოგზაურობა 1979 წლიდან დავიწყოთ. Porsche-ს ტიუნინგი მულტიმილიარდობით $-ის ინდუსტრიაა. მოდიფიცირებულ Porsche-ებში არჩევანის გაკეთება ურთულესია. მაგალითისთვის წარმოიდგინეთ, უნდა გამოარჩიოთ რომელიმე კლასიკურ ზინგერსა და ისეთ მონსტრს შორის, როგორიც ლეგენდარული RWB-ა. მარტივად გეტყვით, აქ ნებისმიერი სტილისა და მოთხოვნის ადამიანისთვის ერთი სასურველი კომპანია მაინც მოიძებნება. ხოლო თუ ადამიანი 80-90-იანი წლების ეპოქით არის გადაცებული და კოკაინით გაჯერებული, მდიდრული ცხოვრების წესი მოსწონს, მაშინ ჯობს გემბალას მიმართოს. მიზეზი მარტივია. Porsche-ს ეს ტიუნერი გასულ მდგომარეობაში დაბადებულ ყველა სურვილს რეალობად აქცევს. ახლა კი ისტორიის გაკვეთილებს დავუბრუნდეთ. გემბალას ისტორია 1979 წელს იწყება. ჯერ კიდევ 70-იანების მიწურულს უვე გემბალამ ყველასგან გამორჩეული და ინდივიდუალური ინტერიერების შექმნა დაიწყო. ამ ინტერიერში მაღალ ტექნოლოგიური აუდიო-ვიდეო სისტემაც დანერგა. შემდეგ კი Porsche-სა და BMW-ს მდიდარ მძღოლებს შესთავაზა. სხვათა შორის ეს ადამიანი მაგარი საინტერესო ტიპი გახლდათ. მანქანის სალონებზე მუშაობამდე კაცმა არ იცის, რით იყო დაკავებული, რას აკეთებდა, ან როგორ ირჩენდა თავს. ბიზნესისთვის ინვესტიცია საიდან გამოიტანა. მისი აღსასრულის გაგების შემდეგ ეს თქვენს დაგაინტერესებთ. მიზეზი, რატომაც 1979 წლამდე უვე შესახებ თითქმის არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა, ალბათ მისი არც თუ ისე ლეგალური ბიზნეს გარიგებები იყო. მისი წარმოშობის შესახებაც არაფერია ცნობილი, მაგრამ მოდი ამ ყველაფერზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც საკმაოდ გვიან 2007 წელს გავრცელდა, გემბალამ ავტომობილებით დაინტერესებაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კოლეჯში ყოფნის დროს მოტოციკლის მართვა გამოცადა. მიხვდა, რომ ის ზედმეტად სახიფათო იყო და ასე მარტივად ავტომობილებზე გადავიდა. და რა მოხდა შემდეგ? გემბალამ Porsche 911 შეიძინა და ტიუნინგ კომპანიაც დაარსა, რათა მისი ღირებულება დაეფარა. ეს არის ყველაფერი, რაც გემბალას შესახებ ვიცით მანამ, სანამ ის მსოფლიოში ცნობილ გიგანტ საფუძველს ჩაუყრიდა. რამდენიმე სხვა ინტერვიუშიც, რომელიც მის შესახებ შემოგვჭა, გემბალა პირად შეკითხვებს თავს არიდებს და მის შექმნილ მანქანებზე საუბარს ირჩევს. სიმართლე რომ ვთქვათ, თუ მის ქმნილებებს შევხედავთ, ეს ქცევა დიდად არც გაგვიგვირდება. დღეს გემბალას ნამუშევრებს თვალს თუ გადავავლებთ, ცოტა რთულად წარმოსადგენი იქნება, რომ მისი პირველი ავტომობილი დიზაინით სარბოლო მოდელს წააგავდა. ეს იყო 1991 წლის Porsche 930-ის გარდასახვა, ცნობილი და დამახასიათებელი დახრილი ცხვირით. Porsche-ს ცხვირის ასეთი სტილი, იგივე ფლაგბაუ, როგორც მას უწოდებდნენ, 1970-იანი წლების ლემანისა და თითქმის ყველა სხვა ევროპული რბოლის გამარჯვებული ბოლიდების დიზაინს იმეორებდა. გეტყვით იმასაც, რომ სარბოლო მანქანებს უბრალოდ 925 უწოდეს. ეს მანქანები ხომ 930 თაობის მოდელებზე იყო დაფუძნებული. ხოდა ამათმაც საასპარეზო სარბოლო სერიის შესაბამისად უბრალოდ 5 მიამატეს. დიახ, Porsche-ს ინჟინრები სახელების შერჩევისას დიდად კრეატივს ვერ ავლენდნენ. თუმცა იმავეს ფიას რეგულაციების ინტერპრეტირებაზე ვერ ვიტყოდით.
ჯგუფ 5-ში ერთი ასეთი წესი გვხვდებოდა, რომელსაც სილუეტის წესი ეძახდნენ. ამ რეგულაციების მიხედვით, ავტომობილების წინა ნაწილი მათ საგზაო ვერსიებთან თანხვედრაში უნდა ყოფილიყო. Porsche-s ინჟინრები მიხვდნენ, რომ 911-ის საკულტო მრგვალი ფორმის მაშუქები ტექნიკურად ფრთის ნაწილი იყო, ასე რომ მათი მოდიფიცირება შეეძლოთ, თანაც ისე რომ წესები არ დაერღვიათ. ამგვარად აეროდინამიკური დამრეცი ცხვირი შეიქმნა და ენთუზიასტების ყურადღებაც მალევე მიიპყრო. 911, რომელიც გამარჯვებული სარბოლო მოდელებით გამოიყურებოდა, ყველას ოცნებად იქცა. მოყვარულების ეს მოთხოვნა სწორად შეაფასეს Porsche-s tuning კომპანიებმა და მომხმარებლისთვის ასეთი სტილით მოდიფიცირებული მოდელების შეთავაზება დაიწყეს. თავად Porsche დახრილი ცხვირის მქონე მოდელები წარმოებაში 1982 წელს ჩაუშვა. ამ ავტომობილებს კომპანია Sodervush-ის იგივე განსაკუთრებული სურვილების დეპარტამენტის საშუალებით ხიდდა. ეს მომხმარებლის მოთხოვნაზე მორგებული მიმართულება იყო, რომელიც ყველა თქვენს სურვილს ხორცს ასხამდა. 1980-იანი წლებიც მიიწურა და უზარმაზარი ვარცხნილობებისა და სამყროების დროს დადგა. შედეგად ექსტრავაგანტული და ძალიან მდიდრული მანქანებიც მოდაში შემოვიდა. გემბალამ ამ ცვლილებებს ფეხი აუწყო. სარბოლო მანქანებით შთაგონებული დიზაინი წარსულს ჩააბარა და ის სტილი შეიმუშავა, რომლითაც ახლა ყველა კარგად ვცნობთ. მანქანები, როგორებიცა Avalanche, მისი კაბრიოლეტი ვერსია და Cirrus, გემბალას ახალ დიზაინერულ ენას იმეორებდა. მკვეთრად განახლებული ძარა, გაფართოვებული კორპუსი და მასიური გვერდით აჭრილები. ამ მოდელებს თვალში საცემი ინტერიერი ჰქონდათ. დატვირთული იყო სხვადასხვა გაჯეტებითა და ტექნოლოგიებით, როგორებიცაა საჭეზე დამატებული აუდიო სისტემის კონტროლი, კამერები, გვერდითა სარკეების ნაცვლად და ხელსაწყოთა პანელში ჩაშენებული ვიდეო მონიტორიც კი. ალბათ დღეს ეს ისეთი არაფერია. თუმცა წარმოიდგინეთ 1983 წლისთვის როგორი იქნებოდა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ეს დიდი რევოლუციის დასაწყისი იყო. მაგრამ თუ გონიათ, რომ გემბალა გაჩერდა, ძალიან ცდებით. Avalanche გემბალა ცნობილი გერმანული კომპანიის Rufus Twin Turbo ძრავას იყენებდა. ამ შესანიშნავი განახლებით, მოდელი 375 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, 5%-ით მეც ვიდრე საბაზისო 911 Turbo და თან ძლიერდებოდა იქამდე, სადამდეც ფინანსები გეყოფოდათ. მაგრამ ამისთვის სულ მცირე 390,000 გერმანული მარკა უნდა გადაგეხადათ, რაც დაახლოებით $700,000 ეკვივალენტს უდრიდა. ეს ჩვეულებრივი 911-ის ფასზე თითქმის 10-ჯერ უფრო ძვირი იყო. და ცოტათი ეკონომიკასაც თუ ჩავთავთ, ინფლაციის გათვალისწინებითა და დღევანდელი კურსით სულ მცირე 1,7 მილიონი მოგიწევდათ. მაგრამ გემბალა ხომ მხოლოდ დიდარი მომხმარებლებისთვის იყო განკუთვნილი. რას ვიზავთ? მათთვის კი, ვისაც სურდა გზებზე ყველასგან გამორჩეული ყოფილიყო, კომპანია ერთ პატარა დიზაინერულ ხრიკსაც მიმართავდა. 4 ამოსაწევი მაშუქით. თქვენი შემჩნევა ქუჩებში დღე თუ ღამე აღარავის გაუჭირდებოდა. და თუ ერთფეროვანი Avalanche უბრალოდ ზედმეტად იაფად ან ნელ მანქანად მოგეჩვენებოდათ, გემბალა დიდი სიამოვნებით $900,000-იან ვერსიასაც შემოგხიდდათ. სულ რაღაც რამდენიმე ათასის სანაცვლოდ თქვენ 500 ცხენის ძალას მიიღებდით, შედარებით მოკლე და დადაბლებული სახურავით. ეს ვერსია 330 კმ/სთ-ს ავითარებდა და მას მირაჟი ერქვა. ჩვენს გამოცდილ მაყურებელს შეიძლება ახლა ის მირაჟი გაახსენდეს ერთდროს Mitsubishi-მაც რომ შექმნა. თუმცა ვერ დავიჯერებთ, რომ ეს ორი მოდელი ოდესმე ერთმანეთში აგერევათ. გემბალამ მხოლოდ Porsche-ი არ შემოიფარგლა. Tuning კომპანიამ თავისი გავლენა Mercedes-ზე, BMW-სა და Ferrari-ზეც კი გაავრცელა. მიღებული შედეგები ამ შემთხვევაშიც გაგაოცებდათ. გემბალას ინჟინრებს Mercedes-ის მდიდრული კუპის SEC-ის ფართოკორპუსიანი ბრწყინავი ვერსია ეკუთვნით. მათ BMW M625 CSI თითქმის სრულად შეცვალეს და შემდგომ სადამ ჰუსეინის შვილსაც მიყიდეს. ამაზე არ გაჩერდნენ და ბოლოს Ferrari Testaross-ამდეც მივიდნენ. უვეს საქმიანობა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ დიდ კომპანიებს სხვა გზას აღარ უტოვებდა. Mercedes-AMG-მ და BMW-მ გემბალა თავიანთი ცალკეული მოდელების განსავითარებლადაც კი დაიქირავეს. Tuning კომპანია, რომელიც გამორჩეულ დიზაინებს ქმნიდა, ახლა უკვე ფართო მასებისთვისაც მუშაობდა. ეს ყოველივე ნამდვილად დიდი მიღწევა იყო, მაგრამ უვეს ყველაზე მეტად მაინც Porsche უყვარდა. ასე და ამგვარად, გემბალა სრული დატვირთვით Porsche-ს დაუბრუნდა. 1989 წელს
911-ის 964 თაობის გამოშვებასთან ერთად კომპანიამ მირაჟ-ევოზე მუშაობა დაიწყო. ამ მოდელში კვლავ დახრილი ცხვირის დიზაინი გამოიყენეს და მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-მდე გაზარდეს. არც ტექნოლოგიური მიღწევები დაივიწყეს და მირაჟის ერთი ვერსია კონტრაქტის ფარგლებში შექმნეს. კომპანიამ თავის ახალ მირაჟ-ევოს პიონერის უძლიერესი აუდიო სისტემა, ვიდეო კასეტების ჩამწერი და ფაქსის აპარატიც კი დაუყენა. ფაქსის აპარატი მანქანაში, რომელიც 320 კმ/სთ-ით მიქრის? რა მაგარია! 993 თაობასთან ერთად, რომელიც 1995 წელს გამოჩნდა, გემბალამ GTR 600 შექმნა. კარბონის კარები, კორპუსი და პოლიკარბონატის ფანჯრები ამ მოდელის წონას კიდევ უფრო ამცირებდა. შემდეგ 1999 წელს ახალი 996 თაობა და Porsche Boxster გამოჩნდა. ამ მოდელებს კი გემბალამ ბიტურბო ვერსიები შეუქმნა. 911-ის მოდიფიცირებული ვერსია 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. Boxster-ი კი 450 ცხენის ძალას. წარმოიდგინეთ Boxster-ში 450 ცხენის ძალა. გართობაც ასეთი უნდა. გემბალას შემდგომი თაობები უფრო მეტ სიმძლავრესა და სისწრაფეს იღებდა. თანაც უფრო დახვეწილი ექსტერიერიც ჰქონდა, მაგრამ ეს უკვე პრობლემა ხდებოდა. გემბალას სტილი ყველა და ყველაფერზე მაღლა იდგა. ყურადღებასაც იქცევდა და უკვე თითქმის კომიკურიც კი იყო. ზუსტად ისე, როგორც მისი მყიდველები. 1990-იან წლებთან ერთად ამ სტილის ესთეტიკაც მოდიდან გადავიდა. შესაბამისად, გემბალას გაყიდვებიც დაეცა. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ კომპანიამ ფარხმალი დაყარა. 2000-იან წლებში გემბალას რედიზაინი Porsche Cayenne-ისა და Carrera GT-ის მოდელებზეც გავრცელდა. შედეგად 750 ცხენის ძალის მქონე ტორნადო და 320 კმ/სთ-იანი Mirage GT მივიღეთ. თუმცა გაყიდვები ისეთი აღარ იყო, როგორც წარსულში. შექმნილ ვითარებას 2008 წლის ფინანსური კრიზისი მოჰყვა. გემბალა ვალებში იხჩობოდა. კომპანია გაბანკროტების რისკის ქვეშ იყო, თუმცა ახალი ათწლეულისთვის იმედებს მაინც იტოვებდა. 2010 წლის პირველივე დღეებიდან გემბალა ახალი ენთუზიაზმით განეწყო. კომპანია თვლიდა, რომ ახალი დეკადა ახალ შესაძლებლობებსაც მოუტანდა. გემბალამ დიდი სიამაყით MiG-U1-ის პროტოტიპი წარადგინა. თავიდან კომპანია თითქმის სრულად მოდიფიცირებული Ferrari Enzo-ს მხოლოდ 25 ეგზემპლარად გამოშვებას გეგმავდა. ეს ვერსია MiG-25-ის ავიაგამანადგურებლის დიზაინით იყო შთაგონებული და ისეთი ძვირი ღირდა, რომ ფასსაც კი არ ასაჯაროებდნენ. თუ დაინტერესდით, თავად უნდა გეკითხათ, მაგრამ რა MiG-25-ა? უვე. აქ კიდევ ერთი დიდი პრობლემა გაჩნდა. Ferrari Enzo მხოლოდ 400 ეგზემპლარად არსებობდა. მფლობელებს კი უწევდათ ეს მანქანები გემბალასთვის გადაეცათ და თავად სახლში შედეგებს დალოდებოდნენ. დაგვეთანხმებით, სარისკო შეთავაზებაა. არ არის მარტივი შენი ძვირადღირებული მოდელი გაურკვეველ მომავალს შეწირო. ამ გაურკვევლობას ჟურნალისტების კრიტიკული შეფასებებიც დაემატა. ერთ-ერთი მათგანის განცხადება კი ვითარებას საკმაოდ კარგად აჯამებდა. გემბალა აცხადებს, რომ მხოლოდ 25 ერთეული MiG-U1-ის შექმნას გეგმავს. თითეული მათგანი უნიკალური იქნება, თუმცა რთულად წარმოსადგენია, რომ მსოფლიოში Enzo-ს 25 მფლობელი არსებობს, რომლებიც საკმარისად გაგიჟდნენ იმისთვის, რომ მათი სიამაყე და ბედნიერება გაანადგურონ. ალბათ ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ეს პროგნოზი გამართლდა. კომპანიამ MiG-U1-ის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი შექმნა. და ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ლეგენდარული უვის უკანასკნელი ქმნილებაც იყო. რამდენიმე კვირაში უვი გაუჩინარდა. გემბალას კარგად ესმოდა, რომ მისი კომპანია პრობლემებში იყო. ამიტომაც, როდესაც პოტენციური ინვესტორი, სახელად ჯერომ საფირი დაუკავშირდა, ის დაუყოვნებლივ სამხრეთ აფრიკაში მასთან შესახვედრად გაემგზავრა. 2010 წლის 8 თებერვალს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ გახავდათ გემბალა აეროპორტიდან. რამდენიმე დღის შემდეგ მისმა მეუღლემ სატელეფონო ზარი მიიღო. გამტაცებლები 1 მილიონ ევროს ითხოვდნენ. დამატებითი ინსტრუქციების შესახებ კი მოგვიანებით შეატყობინებდნენ. თუმცა უვეს ოჯახს ინსტრუქციები არ მიუღია. მალევე გემბალა ოფიციალურად დაკარგულად გამოცხადდა.
გერმანიაში ბევრი ფიქრობდა, რომ გემბალა უბრალოდ გაიქცა და სამხრეთ აფრიკაში კომპანიის კრედიტორებს ემალებოდა. მისი გაუჩინარებიდან სულ რაღაც ორ კვირაში უვეს მეუღლემ და ადვოკატმა დიუნინ გიგანტი გაკოტრებულად გამოაცხადეს. კომპანიის აქციები გერმანიის მთავრობამ გადაიბარა. შემდეგ კი გემბალას ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს ანდრეას შვარცს და გარე ინვესტორს სახელად შტეფენ კორბახს მიჰყიდა. უვე კვლავ დაკარგულად ითვლებოდა. კომპანიის ახალი მფლობელები კი გემბალას სახელით უკვე მანქანებს ყიდდნენ. 2010 წლის ოქტომბერში გაუჩინარებიდან 8 თვის შემდეგ უვე გემბალას ცხედარი იპოვეს. გამოცემების ცნობით ის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. სხვა ცნობებით კი გარდაცვალების მიზეზი გაგუდვა გახდა. ეს მხოლოდ ერთი დეტალია ურთიერთგამომრიცხავი და საეჭვო ინფორმაციებისგან, რომლებიც გემბალას სიკვდილთან დაკავშირებით გავრცელდა. გემბალას სიდუმალებით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით 4 მამაკაცი დააკავეს. ბრალდებულთაგან ერთ-ერთი დანაშაულის აღიარებას დათანხმდა და სხვებიც თან ჩაიყოლა. მსჯავრდებულის ცნობით გემბალას მოსაკლავად ისინი ორგანიზებული დანაშაულის ბოსმა, სახელად რადოვან კრეჩერმა დაიქირავა. კრეჩერის სახელი ადამიანებით ვაჭრობას, პროსტიტუციას, კორუფციას, ფულის გათეთრებას, ნარკოტიკების, ოქროსა და ბრილიანტების კონტრაბანდასა და, რაც მთავარია, არაერთ მკვლელობას უკავშირდებოდა. სრული კომპლექტი არა, თუმცა კრეჩერი პოლიციამ დაკითხა და გაარკვია, რომ ის გემბალას მხოლოდ ერთხელ მკვლელობამდე 15 წლით ადრე შეხვდა. და მართალია, რადოვანი გემბალას პორშესაც ფლობდა, მაგრამ მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები მაინც არ არსებობდა. ბრალდებები ვერ დამტკიცდა. კრეჩერი გაათავისუფლეს. ის ჩამშვებით ხომ გახსოვთ მთელი ბანდა რომ გაწირა. მან სასამართლოზე თავისი ჩვენება უკან წაიღო და განაცხადა, რომ პოლიციამ დაკითხვის დროს აწამა. 4-ვე მკვლელი ძირითადად მობილური ტელეფონების მდებარეობის შესახებ მონაცემების საფუძველზე დააკავეს. მდებარეობა გემბალას ცხედრის პოვნის ადგილს უკავშირდებოდა. მაგრამ ერთი რამ მაინც საინტერესო იყო. მამაკაცმა, რომელიც გემბალას მკვლელთან კავშირშიც კი არ იყო, ასევე რადოვან კრეჩერი დაადანაშაულა. ეს ბიჭი ჯერომ საფი გახლდათ. საფი მაღიარა, რომ მან ყალბის სახელის ჯერომ საფირის გამოყენებით გემბალა მოტყუებით სამხრეთ აფრიკაში ჩაიყვანა. და მან ეს ვინმე კრეჩერის დაკვეთით გააკეთა. ადამიანის, რომელიც მისი კლუბის აქტიური კლიენტი იყო. ეს ორი მამაკაცი ერთმანეთს გემბალას მოდიფიცირებული მოდელის წყალობით დაუკავშირდა. საფის უბრალოდ რადოვანის თეთრი პორშე მოეწონა და ავტომობილი შეაქო. საფის ინფორმაციით გემბალასა და კრეჩერს უთანხმოება ფულთან დაკავშირებით ჰქონდათ. კრეჩერმა საფის დაავალა გემბალას როგორც ინვესტორი დაკავშირებოდა და სამხრეთ აფრიკაში სადილეროს გახსნა შეეთავაზებინა. საფიმ კი ეს პოლიციასთან მხოლოდ მაშინ გაამხილა, როდესაც კრეჩერი მოკლით დაემუქრა. ყოველ შემთხვევაში თავად ასე ამბობს. გემბალას საქმეზე კრეჩერის კიდევ ერთი თანამშრომელი, ხუან მეიერიც ალაპარაკდა. მეიერის ინფორმაციით კრეჩერი გემბალას შეუთანხმდა, რომ სამხრეთ აფრიკაში მათი მოდიფიცირებული მანქანის საშუალებით დიდი რაოდენობის თანხას გადაიტანდნენ. პორშე კაიენის სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა, თუმცა შეპირებული მილიონი ევრო არსად ჩანდა. სწორედ მაშინ გამწარებულმა კრეჩერმა გემბალას სიკვდილით დასჯის ბრძანება გასცა. თუმცა საფის მსგავსად, მეიერმა განცხადება მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც რადოვანი მასაც მოკლით დაემუქრა. გემბალას სიკვდილთან კრეჩერის კავშირები იკვეთებოდა, მაგრამ საკმარისი არც ეს იყო. არი დარდოთ, ჯერ ყველაფერი წინა. 2013 წელს ახლა უკვე რადოვან კრეჩერის მკვლელობას სცადეს. დილას, როდესაც კრეჩერი მის ერთ-ერთ კომპანიაში შეჯავშნილი Mercedes AMG-ით მივიდა, უცებ იქვე მდგარი Volkswagen-ის საბარგულიდან ტყვიების სროლის ხმა გაისმა. ტყვიების სიტყვას ხანძარი მოხვა, მანქანაში კი არავინ იჯდა. საქმე იმაშია, რომ იარაღი ხელნაკეთი იყო და დისტანციურად იმართებოდა. ისინი სანომრე ნიშნის ქვემოდან იყო დამაგრებული და ხანძარით სწორედ გადახურების გამო გაჩნდა. დღემდე უცნობია, თუ ვინ შეუკვეთა კრეჩერის მკვლელობა. მან კი შემთხვევას მხოლოდ მცირე განცხადებით უპასუხა. All my life is like James Bond. თელი ჩემი ცხოვრება ჯეიმს ბონდის ფილმებს გავს. ამიტომ ეს ჩემთვის ჩვეულებრივი რამაა. მე უბრალოდ ასე ვცხოვრობ. დანამდვილებით კვლავ არავინ იცის. გამოიყენა თუ არა დანაშაულებრივი სქემა გემბალამ თავისი წარუმატებელი კომპანიის გადასარჩენად. ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცით.
ახალმა გემბალამ მისი დამფუძნებლის წვლილი და კვალი უბრალოდ თავად აშალა. დღეს თუ გემბალას ვებგვერდს გადახედავთ, იქ იპოვით ყველაფერს, რაც წარსულში უვეს შეუქმნია. თუმცა თავად უვეს სახელს ვერც არ ნახავთ. გემბალას ბრენდის სახელი ახლა ექსკლუზიური, მაღალი ხარისხის მანქანებზე შტეფან კორბახის ხედვას უკავშირდება. და ეს ძალიან დიდი პრობლემაა ერთი ადამიანისთვის, რომელიც ამ ტრაგედიით პირადად დაზარალდა. ეს ადამიანი უვეს ვაჟი, მარკ ფილიპ გემბალა გახლავთ. ის მხოლოდ 16 წლის იყო, როდესაც მამა მოუკლეს. თუმცა საავტომობილო ინდუსტრიაზე უარი მაინც არ უთქვამს. უმცროსი გემბალა ასტონ მარტინში, მერსედესსა და პორშეში მუშაობდა. და სწორედ მაშინ, როდესაც გადაწყვიტა მამის გზას გახოლოდა, პორშე 959 დაკარ რალი ქარის ვაგონებით 911-ის ბაზაზე შექმნილი სუპერ მანქანის შემუშავება დაიწყო. პარტნიორებიც ღირსეული ხავდა: აკრაპოვიჩი, KW და რუფი. თუმცა, როდესაც მამამისის შექმნილ კომპანიაში მისი გეგმების შესახებ გაიგეს, გემბალამ მარკ ფილიპს უჩივლა. გემბალას აღმასრულებლები ამტკიცებდნენ, რომ უვეს შვილი მათ პირად საკუთრებაზე უფლებებს არ ხვევდა და წარმოიდგინეთ, რას ედავებოდნენ სოციალურ მედიაში თავისი თავის, როგორც მამის ლეგენდის გამგრძელებლის მოხსენიებას. სრული სიგიჟეა, თუმცა სწორად გესმით. სასამართლოში ჩივილის შემდგომ უმცროსმა გემბალამ კომპანიის სახელი MP გემბალა ქარსიდან მარკ ფილიპ გემბალა ქარსით შეცვალა, რათა მისი საქმიანობა მამამისისგან განესხვავებინა. არეულობა ამით არ სრულდება. გახსოვთ ტიუნერების დახრილი ცხვირი, რომელიც იმდენად პოპულარული გახდა, რომ პორშემაც კი გადაიღო. მაშინ, როდესაც მარკმა რალის მანქანებით შთაგონებული, მოდიფიცირებული 911-ის გაშვება დაანონსა, პორშე უბრალოდ ადგა და მომხმარებელს ასევე რალის მოდელების დიზაინის მქონე 911-ის პაკეტი შესთავაზა. და დიახ, ეს კვლავ განსაკუთრებული სურვილების განყოფილების საშუალებით გააკეთა. რთული სათქმელია, ვინ მისბაძავს, გემბალა პორშეს თუ პორშე გემბალას. თუმცა ფაქტია, რომ ორივე ბრენდმა ავტოინდუსტრიაში თავისი როლი წარმატებით ითამაშა. და ბოლოს, ალბათ იმასაც იკითხავთ, თუ რა ბედი ეწია რადოვან კრეჩერს. იდეაში ის, რასაც იმსახურებდა. კრეჩერი ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, გატაცებისა და მკვლელობისთვის დააკავეს და ამჟამად სამხრეთ აფრიკის ციხეში 35 წელს იხდის. 15 წელზე მეტი კი ჩეხეთში აქვს მისჯილი. ხოლო მას შემდეგ, რაც მისი 18 მილიონიანი გაქცევის გეგმა გამჟღავნდა, განუსაზღვრელი ვადით სპეციალურ იზოლატორში მოათავსეს. გაქცევაც ჯეიმს ბონდური იყო. დაწყებული პოლიციელებისა და ციხის თანამშრომლების მოსყიდვით, დამთავრებული დაქირავებული ვერტმფრენითა და წყალქვეშა ნავებით. მაგრამ გენიალური სქემა ჩაიშალა და ეს პატიოსანი კაციც თავის სასჯელს პატიოსნურად სპეციალურ 4 კედელში გამომწყდეული იხდის.